ეს ხელოვნური გზაა. ეს არის ქურდების, მდიდარი მონების, ქურდ ბაცაცების და იმათი პოლიტიკაა დღეს ქვეყანაში გამარჯვებული. მე რამდენიმე ქურდი, რომელიც მითხეს დღეს უნდა გადავამოწმო ამ დღეებში, რომ ჩამოიყვანეს სპეციალურად. და ესე იგი ახლობელი ოჯახის წევრი პრაქტიკულად ბიძინე ავანიშვილის სხვას არ ენდობა ის იქნება დაკავებული და იმუშავებს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ეს ქურდებიც უნდა ვამხილოთ. ვინც არიან, მე ვიცი რამდენიმე, ზოგი თურქეთიდან, ზოგი საბერძნეთიდან, ზოგი იტალიიდან ჩამოიყვანეს. გასაგებია, ვიღაცა მითხრა რომ ფრთხილად რაღაცას გააკეთებენო. თუ გააკეთებენ, იცოდეთ რომ ქურდების და ქურდებთან შეკრული ხელისუფლებების გაკეთებული იქნება ყველაფერი ესენი და მე მზად ვარ რომ სიცოცხლის ფასად დავდგე. მე ამ შემთხვევაში ქურდსაც ვისავ. რა ქურდი ხარ ბიჭო შენ? თუ ხელისუფლებასთან ხარ ხელშეკრული. შენ რა ქურდი ხარ თუ ხელისუფლების საქმეს აკეთებ? შენ რა ქურდი ხარ უცებ პოლიტიკოსთან ხარ ურთიერთობაში? შენ რა ქურდი ხარ რომელიმე პოლიტიკოს უჭერ მხარს? შენ რა ქურდი ხარ? ქურდი კი არა კაცი ხარ. ისი ქურდი ხარ შენ. და ისი საერთოდ ქართველი ხარ. მე არა კაცებო თქვენ. ამ ქურდებმა საშინელ მდგომარეობა მოუტანეთ ამ ქვეყანას და ვინც ამას კიდე ოდნავ აი ქურდთან აი ვისაც ნახავთ უნდა ვამხილოთ ყველა ის ხელისუფლება ქონდა შევნაც ხელისუფლებას ქურდებთან კავშირი ქონდა სააკაშვილმა ონიანი ხაჩიძის იმაზე მიიღო დაჩაზე ჯერ პრეზიდენტად არ იყო აღიარებული და პრეზიდენტის ბიძა სააკაშვილი და გუბერნატორი ყოფილი იმის რომელიც დატოვეს მაშინ გუბერნატორად მისი ბესტიის და სვანეთის და ეს შეხვედრა შედგა სწორედ ვინ ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია კი არა დაგეგმილი იყო ყველაფერი უკვე წამოვიდა და რა ფულით და როგორ იყო და ვინ გააკეთა ეს და ვისი იყო ქურდების მონაწილე ქურდებმა ამ არაკაცებმა მილმა საქართველოს მოუტანეს უბედურება შევარდნაძესთან თანამშრომლობით სააკაშვილის მოყვანით და ბიძინევანიშვილის მხარდაჭერით ეს არის კატასტროფა ამ ქვეყნის და ვისაც თავი გვაქვს და ვისაც ღირსება გვაქვს ხელისუფლება რომელსაც ქურდებთან აქვს კავშირი ან ქონდა კავშირი ან ქურდებით იგებს არჩევნებს იმ ხელისუფლებაში კი არა იმათი გაჭაჭანება არ შეიძლება რომელიმე თანამდებობასთან ნახეთ თქვენ რა პირობებს შეუქმნიან და რამდენი ვინმე გამოვალ და რა ამინისტიებს გააკეთებენ კიდე და როგორ იქნება ყველაფერი ეს ინფორმაცია რომელსაც მე ვფლობ დღეს და რომელიც ვიცი აი თქვა სხვადასხვა წარმომადგენლები ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით როგვირეკავენ და გვეუბნებიან რა თქმა უნდა სხვისი ისა თუ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას მე მზად ვარ რომ აი რამდენიმე ისა იმ მოგეხმაროს ქურდების გაკეთებული საქმე არ გაიშვა იმაში აი როგორ შეიძლება იმ ქვეყანაში იცხოვრო სადაც ქურდი წყვეტს ხელისუფლებაში ვინ იქნება და ქურდი წყვეტს იმას როგორ უნდა სად რა უნდა გაიყიდოს და ვინ როგორ უნდა იყოს და ვინ რა სიმდიდრის პრობლემი უნდა იყოს ეს ქურდების ქვეყანაა თუ კაცების ქვეყანაა ეს არა კაცების ხელისუფლება და თანამშრომლობის ქურდებთან აბა კაცების ხელისუფლებას როგორ შეუძლია თანამშრომლობა ქურდებთან